ჩვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. გადაცემის სპონსორია იურიდიული კომპანია ანასტასიო. მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც აუცილებლად აისახება ხარისხზე. იურიდიული კომპანია ანასტასიო. 591 60 11 12. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. იძულებითი ქორწინება ქალის გადაცემა. პრობლემები, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. ისჯებიან თუ არა მოძალადეები. 30 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა პროკურატურის შენობასთან აქცია „ნუიცავთ გამტაცებლებს“ გამართეს. დღეს კანონის შეკითხვებს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე უპასუხებს. მსმენელს შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვა შეკითხვა. ასევე გამოთქვით თქვენი მოსაზრება, ფლობთ თუ არა ინფორმაციას კონკრეტულად იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით და როგორია თქვენი ახლობლების რეაგირება, როდესაც საკითხი ეხება მათი ოჯახის წევრებს. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99. ან მოგწერეთ მისამართზე kanoni@radio-imedi.gi. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ანა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. თქვენ შეიძლება ითქვას, რომ რაც დაიწყეთ აქტიური მოღვაწეობა არასამთავრობო სექტორში, მას შემდეგ მუდმივად საუბრობთ იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით, მუდმივად ხდება ამ სტუდიაშიც ამ თემის გაშლა, თუმცა პრობლემა სამწუხაროდ აქტუალობას არ კარგავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, თუნდაც თქვენმა არასამთავრობო სექტორის აქტივობამ, რამე რეალური შედეგი გამოიყო დღეს ეს პრობლემა უფრო ნაკლებად აქტუალურია თუ მდგომარეობა ისევ უცვლელია ამ მიმართულებით? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გეთანხმებით, რომ ბევრი წელია ამ თემაზე ვსაუბრობთ, ალბათ იმაზე ნაკლები ხანია ვსაუბრობთ, რამდენი ხანით ეს პრობლემა ზოგადად საქართველოშია მუდმივად არის, ხო? თუ გავიხსენებთ ჩვენს ბავშვობას, ახლო მეგობრების წრეს და ასე შემდეგ. მაგრამ აუცილებელია შევაფასოთ ზუსტად რა შედეგები მოჰყვება ხოლმე ჩვენს მუშაობას, სხვების მუშაობას, რომ დავინახოთ რეალურად მომავალში საით მივდივართ. მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკული ვარ სხვადასხვა უწყებების მიმართ და ჩემი პარტნიორები და მეგობრები, არ შემიძლია ეხლა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვლაპარაკობთ და ქარავანი მიქრის. ეს ნამდვილად არ არის. თუმცა ამავდროულად ამაზეც ვიტყვით, რომ არც ისეა, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი მოვდუნდეთ და ჩავთვალოთ, რომ რაღაც სისტემა მეტ ნაკლებად ამოქმედდა. ამიტომ არის სწორედ ნაწარმოები, რომ ჩვენ ყველა ჯერზე კრიტიკას არ ვიშურებთ. მაგალითისთვის, როდესაც მცირე ცვლილებაზე, დადებით ცვლილებაზე მე ხაზი გავუსვი, აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენ აქ საუბრობდით და სხვა მრავალ ეთერში, რომ პრაქტიკულად სკოლიდან არც ერთი შეტყობინება არ შედიოდა არც სამინისტროში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, არც განათლების და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს იყო ისეთი პრობლემა, რომელიც ძალიან რთულად გადასალახი იყო იმ გაგებით, რომ თავად ერთ-ერთი პირველი უწყება, რომელიც ეხება ამ პრობლემას, იცის ამ პრობლემის შესახებ, დუმდა. ჩვენმა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე თვის წინ განათლების სამინისტრომ პირველი თქვა, რომ დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა, ანუ პრობლემის აღიარება მოხდა. მეორე, უფრო მეტიც, მათ შეიმუშავეს კონკრეტული რეგულაცია, რომლითაც დღეს თუ ბავშვი დატოვებს საგანმანათლებლო სისტემას, ფორმალურად არსებობს დოკუმენტი, სადაც მოინიშნება ამ ბავშვის ესე ვთქვათ, სკოლის დატოვების მიზეზი და თუ ეს იქნება ქორწინების მიზეზი, სტატისტიკას ხელს უწყობს, სტატისტიკის შექმნას ხელს უწყობს განათლების სამინისტრო. ეს არის ძალიან კარგი. ანუ ჩვენ ამით ნამდვილად და ჩვენ ამით რეალურ სურათს ვდებთ სტატისტიკის სახით, მაგრამ ცხადია ის, რაც ამ წუთას ჩვენ გვაქვს, არ არის ზუსტი, არ არის იმ პრობლემის ამსახავი, რაც ზოგადად საქართველოს მასშტაბით ხდება. მეორე პრობლემა არის ის, რომ უბრალოდ სამ პრობლემას გადავალ კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენ აქტიურად ყველა ტიპის პლატფორმაზე, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე, ხას უსვამთ ამ პრობლემებს ჩვენს პარტნიორ მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად. რამაც გამოიწვია ის, რომ
საერთაშორისო დონის ორგანიზაციებმა სახელმწიფოს ჩვენს სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში მისცეს რეკომენდაციები. იქაც დაფიქსირდა, რომ პრობლემა არსებობს. საბედნიეროდ სახელმწიფო ამას ადეკვატურად შეხედა, არ დაიწყო ისევ წინააღმდეგობების გაწევა, არამედ აღიარა, რომ დიახ, ეს პრობლემა არის და ჩვენ გვჭირდება ფართომასშტაბიანი კომპლექსური მუშაობა და მეტ-ნაკლებად ეს მუშაობა დაწყებულია. შექმნილია სამუშაო ჯგუფები, იწერება სტრატეგიები, ახლა მე გადავალ გამოწვევებზე, თუმცა აუცილებლად უნდა მეთქვა ეს ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არ არის ადამიანები, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, როგორ გითხრათ, დავტოვოთ სისტემის წინაშე მარტონი იმ გაგებით, რომ არ დავინახოთ ის, რასაც აკეთებენ. ხადი ამას ვხედავთ, მაგრამ ნახეთ ახლა მეორე პარალელური მოქმედებები, რომელიც უკვე გამოწვევებად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მოქმედებები დაწყებულია, ჩვენ ამბობთ, რომ ეს აქტიურობა არ არის საკმარისი და არ არის სრულყოფილი. რაში გამოიხატება ეს? პირველი ის, რომ მაგალითად შინაგან სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად საგანმანათლებლო კამპანიას გეგმავს და ატარებს, ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მას არ ახლავს პარალელურ რეჟიმში ძალიან მოვიტყოდი, რომ კაცრი, პრინციპული უფრო, სწორი სიტყვაა, პრინციპული სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც ეტყვის მოძალადეებს, რომ ბავშვთა იძულებითი ქორწინება არის დანაშაული, რომელზეც მე ვიქნები ძალიან კაცრი, ანუ მოძალადეს ბავშვების ცხოვრების გაუბედურებისთვის და გოგონები არიან ეს ბავშვები ძირითადად არ დავინდობ, ესე ვთქვა და მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული, ეს შეუწყობს ხელს სწორედ იმ საგანმანათლებლო კამპანიის მიზნების მიღწევასაც. რასაც ნაკლებად აკეთებს დღეს შინაგან სამინისტრო. აი აქ არის ჩვენი ძირითადი პრობლემა. სამინისტრო ახსენეთ და უნდა დაგისვათ აუცილებლად შეკითხვა. ბოლო გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით გოგონა, რომელიც გაიტაცეს, არის ოჯახსაც უნდოდა რომ დაბრუნებული იყო ის სახლში, თუმცა 2 დღის შემდეგ გოგონამ თქვა, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა და თავისინები და აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენად აქვს ძალაუფლება იმის, რომ ჩაერიოს და მაინც მოხდეს პირის დასჯა, იმიტომ რომ გამორიცხული ერთი დღე ადამიანს გინდოდეს, როდესაც ხარ არასრულწლოვანი თუ სრულწლოვანი არ აქვს მნიშვნელობა და მეორე დღეს გადაიფიქრო და რატომღაც მოგინდეს, თუ არ არის ზეწოლა საზოგადოების მხრიდან. თბილისში ალბათ და დედაქალაქში და დიდ ქალაქებში ეს საკითხი მეტნაკლებად აქტუალობა დაკარგულია უკვე რა სიტყვის მეზობელი, თუმცა სოფლებში დავუშვათ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ აქტუალურია მეზობლების ფაქტორიც. რა სიტყვის მეზობელი ამ ოჯახზე, რომ მისი შვილი თუნდაც მოტაცებულია. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რა შეუძლია რომ გააკეთოს? აქვს კანონიერი რამე ბერკეტი, რომელიც უნდა ამოქმედოს, როდესაც არ ყავს პირის მომჩივანი მხარე. მადლობთ ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მოქალაქეებს უჩნდებათ ეს შეკითხვა, ამბობენ გგონიათ, რომ მაგალითად როგორც წინა წლებში იყო საქართველოში, ბევრი წლის წინ, სხვადასხვა დანაშაულებზე თუ კონკრეტული დაზარალებული არ იჩივლებდა, მაშინ გამოძიება შეიძლება არ დაწყებულიყო, ან არ გაგრძელებულიყო. საბედნიეროდ ეს რეგულაცია შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს მას შემდეგ რაც რაიმე წყაროთი გაიგებს სამართალდამცავი უწყება, რომ შესაძლოა ჩადენილი იყოს დანაშაული, ის იწყებს გამოძიებას და აგრძელებს და ასრულებს იმ პრინციპით, რასაც გააკეთებდა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, დაზარალებულის ჩივილი, კონკრეტული განცხადების შეტანა, თუ მერე სურვილის გამოხატვა გაგრძელდეს თუ არ გაგრძელდეს გამოძიება, აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის. თავს ამ მეთოდს დაიყენებს ამ რესურსს სამინისტრო და ძალოვანი უწყება ამ შემთხვევაში. ძალოვანმა უწყებამ რაც მთავარია ამ ფაქტზე, მას შემდეგ საჯარო გახდა ეს ინფორმაცია. უბრალოდ როგორ საჯარო გახდა ერთი რომ თვითმხილველები ყავს ამ გატაცების, იძულებით, ძალადობრივი გზით გატაცების ფაქტს, გარდა ამისა, არ შემიძლია მე ამ ეთერით პირდაპირ მადლობა არ ვუთხრა კონკრეტულ პედაგოგს, რომელმაც დარეკა სამართალდამცავ უწყებაში, როდესაც შეიტყო გოგონას გატაცების შესახებ. ამ კონკრეტულმა ადამიანმა იმოქმედა კანონმდებლობის ფარგლებში შეასრულა მისი მოვალეობა პირნათლად. რასაც აქამდე არ ჰქონდა ადგილი, ამიტომ მათ ჩვენ უნდა უთხრათ მადლობა, იმიტომ რომ შეასრულეს მათი მოვალეობა. ანუ შეიტყო კონკრეტულმა საგამოძიებო უწყებამ და დაიწყო გამოძიება. ამის შემდგომ ის რომ მაგალითად მოვიდნენ ამ შემთხვევაში დაზარალებული გოგონა და ჩემი აზრით მოძალადე, უნდა დადგინდეს ეს საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ამიტომ ვაყოლებ ამ ყველაფერს და ისინი ამბობენ რომ გადაწყვიტეს რომ ერთად უნდა იცხოვრონ. ეს არ არის მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის.
გამოძიებამ აი ამ ესე ვთქვათ ადამიანების მიღმა უნდა მოიძიოს ყველა მტკიცებულება, რომელიც უკვე ჩანს რომ საქმეში არის, ყოველ შემთხვევაში საქმის ირგვლივ არის, იქ თვითმხილველები იქნებიან. თავად ეს პედაგოგი რატომ დაარეკა? ხომ არ დაარეკავდა ადამიანი, რომ დაენახა, რომ გატაცება კი არა ერთი ადამიანი მეორის მანქანაში თავის ნებით ჩაჯდა. ხო, აი ლოგიკას არ ექვემდებარება. ამიტომ გამოძიებამ ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად უნდა შეისწავლოს და თქვას თუ დადასტურდა რომ გატაცების მომენტში იყო რეალურად გატაცება, რაც თავის თავში უკვე გულისხმობ არანებაყოფლობით მოქმედებას, ხო? თავისუფლებს უკანო აღკვეთა ქვია ამ ყველაფერს. თუ ეს დადასტურდა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, მაშინ პრაქტიკულად დანაშაული ჩადენილია და ამის შემდგომ უკვე პროკურატურა ადეკვატურ სასჯელზე უნდა გადავიდეს. აი ეს არის მთავარი ფაბულა ამ შემთხვევაში და არც ერთ შემთხვევაში ის რომ თქვათ შერიგდნენ თუ მოთანხმდნენ თუ ჩემი აზრით იძულების წესით ბავშვს ეხა ლაპარაკებენ იმას, რაც საზოგადოებას სურს, რაც იმ თემს სურს, სადაც ძალიან იშვიათად ისმის განსხვავებული მოსაზრებები და როცა ისმის ძალიან დიდი ზეწოლაა იმ ადამიანებზე, ვინც ამას აჟღერებენ. ცხადია ამას გამოძიებამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს. თუმცა ამას რომ ლაპარაკობ, ცხადია მე ხა სხვა პლანეტიდან არა ვარ და წარმოდგენა შემიძლია როგორი რთულია ცხოვრობდე თემში, სადაც ძალიან დიდია წნეხი საზოგადოების მხრიდან, ძალიან რთულია გააგრძელო ცხოვრება ისე რომ იყო, მაგალითად დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდე და ასევე კომფორტულად გააგრძელო ცხოვრება ძალიან რთულია, მესმის მე იმ ადამიანების ეს არის ისე ნათესავი მეზობელი რა სიტყვის, როგორც იყო 90-იან წლებში, როდესაც მეზობელი რა სიტყვის ჩემს გოგოზე. რამდენიმე პრობლემაა. პირველი, სანამ ამას ვიტყვი, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანული თემისთვის დამახასიათებელი პრობლემა. ამას აჟღერებენ და არ არის სწორი. მე ვიტყვი, რომ ეს არის საქართველოს აბსოლუტურად ყველა კუთხეში არსებული პრობლემა, მეტ ნაკლებად გამოხატული ცხადია, მაგრამ ზოგადად დამახასიათებელი ფაქტორი არის შემდეგი. პირველი, ცდილობენ რომ მოძალადე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უმეტეს მათგანს ჯეროდეს, რომ ეს არ არის სწორი პრაქტიკა, მაგალითად იძულებით გოგონას გატაცება, მაინც გადაწონის მაგალითად მოძალადის ინტერესი, რომ არიდოს თავი სასჯელს. ეს ხედვა არის სწორედ აქედან არის ნაწარმოების შემდგომი მოქმედებები. ანუ შეიძლება ესეთ რაღაცა თქვა, კი ბატონო, ეს არ არის მოსაწონის აქციელი, არ მოიქცა სწორად, მაგრამ მოდით ახლა ცოდოა ეს ბიჭი და ნუ დავსჯით ამ ქმედებისთვის. აი სწორედ ეს უნდა გადავლახოთ რა, იმიტომ რომ დღეს თუ კონკრეტული ადამიანი გახდა მსხვერპლი და დაუსჯელი დარჩა მოძალადე, აუცილებლად გამეორდება ეს ფაქტი და მე პრაქტიკულად აი რამდენიმე წლის წინ საუბრობდით იმაზე, რომ გოგონები გვიმტკიცებდნენ რომ ნებაყოფლობით ქმნიან ოჯახებსო და მაშინ რომ ამბობდით რომ ამ ნებაყოფლობითობაში რეალური ნება არ არის გამოხატული გოგონების და ვთხოვდით გამოძიებას რომ აი ეს ფაქტი დაედგინა და ემუშავა მიმართულებით, მეტ ნაკლებად გვიჯერებდნენ, მეტ ნაკლებად ეფექტურად მუშაობდნენ და იმის გამო რომ არაეფექტურად მუშაობდნენ, გამოიწვია იმან რომ უკვე ძალადობრივი პრაქტიკა წამოვიდა. ანუ მაშინ თუ ძნელად შეინიშნებოდა ძალადობის ფაქტი, დღეს ხო გატაცების ფაქტში პირდაპირ არის სახეზე გზავდება. როდესაც გატაცება არ ხდება და ოჯახებს შორის გარიგებით ხდება ბედი ადამიანის. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა იყოს, შეგავიგე რომ გაიტაცეს, აყავს თვითმხილველი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გატაცების ფაქტზე მოახდინოს რეაგირება. მაგრამ როდესაც ოჯახებს შორის არის გარიგება, არ არის გატაცება, უბრალოდ დედამ გადაწყვიტა, ან მამამ გადაწყვიტა და შვილის შესაბამისად ემორჩილება მათ გადაწყვეტილებას. ამ ფაქტშიც ახლა ასეთ შემთხვევაშიც მე ცალსახად ვერ ვიტყოდი, ან შეცდომა იქნება რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ შემთხვევაში გოგონა სურვილია, ან ბიჭის, არ ვიცი, არასწორად შეიძლება ბიჭიც იყოს, ხო? მაგ ძირითადად გოგონების წინაშე არსებული გამოწვევა, გულისხმიერი და მაღალი სტანდარტით მომუშავე საგამოძიებო უწყება და მასთან ერთად სოციალურ-მომსახურების სერვისები, ამ შემთხვევაში სააგენტო, ჩვენ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებდა იმ მიზნით, რომ გამოერიცხათ რაიმე ტიპის იძულების ფაქტი. და დამერწმუნეთ, რომ თუ სწორად იმუშავებდა აი ეს ორი უწყება, უმრავლეს შემთხვევაში დაადგენდნენ, რომ რეალურად ბავშვის ნება არ იყო ეს ყველაფერი. განაპირობა სხვადასხვა იძულების ფაქტორებმა. იმის გამო რომ არ მუშაობენ და მათ ურჩევნიათ რომ პრაქტიკულად დაჯერდნენ პირველ ვერსიას და ბავშვის პირველ ნახვაზე დაქნეულ თავს,
რეალურად როგორც ვამბობთ ხოლმე პრობლემას უბრალოდ ივიწყებენ. ეს პრობლემა ხო არსად არ ქრება. ის ბავშვი თუ იძულებით ქორწინდება, ხო აგრძელებს ამ იძულების მდგომარეობაში ყოფნას. მისი პრაქტიკულად ეხა ბედნიერების ხარისხი ნულამდეა დაცემული. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ის განათლებას შეწყვეტს გარკვეული ჯანმრთელობის პირდაპირ არის მაგალითად დადგენილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, რომ 16 წლამდე ადამიანის ორსულობა და სქესობრივი ურთიერთობა მისი ჯანმრთელობისთვის არის დრამატულად დამაძიმებელი, დამაზიანებელი. აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვებს ვწირავთ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა რისკის წინაშე დადგეს. ეხლა ხან ვკითხულობდით 13 წლის ბავშვმა იმშობიარა. აი, სულ თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებების ნაწილს და მხოლოდ შევხედოთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით. ეს არის იმდენად სტრესული პატარა ბავშვის ორგანიზმისთვის, გარდა იმისა, რომ სრულად მიუღებელია სხვადასხვა თვალსაზრისით, იმდენად სტრესულია, რომ პირდაპირ კავშირშია სიკვდილიანობასთან. ანუ თუ ჩვენი როგორც ადამიანის უფლებების კუთხიდან მომუშავე ადამიანების არ ჯერათ მათ ხომ აქვთ ელემენტარული ეთიკა ან არ ვიცი ხედვა იმის შესახებ, რომ ადამიანები არ უნდა ნადგურდებოდნენ, ისინი არ უნდა კვდებოდნენ. ამ კუთხით მაინც შეხედონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაგალითად ადამიანის უფლებები კი აღიზიანებთ, მაგრამ შეიძლება სიცოცხლეზე მაინც გული შესტკიოდეთ, ხო, არასრულწლოვანებს. ანუ ყველა მხრიდან რომ შევხედოთ ამ პრობლემას, მხოლოდ პრობლემა ჩანს. არაფერი დადებითი ამ მოვლენას არ გააჩნია. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სოციალური დაცვის სამსახურმა რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან უნდა შეიცვალოს თუ არა, დამზადდეს თუ არა გარკვეული საინფორმაციო ფლაიერები იქნება, გადაცემები იქნება, ასე შემდეგ. თქვენ საუბრობთ, რომ 13 წლის ბავშვის მშობიარობა არ შეიძლება და მის სიცოცხლეს რეალურად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მე ძნელად წარმომიგენია დედამ ჰქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ და მაინც დაუშვას ის, რომ შვილი გაწიროს ფაქტიურად და 50-50-ზე იყოს გადარჩება თუ არა მშობიარობის შემდეგ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ ადამიანებს რეალურად არ აქვთ ინფორმაცია და ნიშნავს თუ არა იმას თქვენთვის, რომ სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის მუშაობა უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ჯერ მშობლებს გავაგებინოთ, რა და როგორ უნდა მოიქცნენ და შემდეგ ახალი თაობა 13-14 წლის არასრულწლოვანი ბავშვები მიხვდებიან, რომ არ არის კარგი, როდესაც ამ ასაკში თხოვდებით თუნდაც და იზოლების წესით მშობელს ემორჩილები და აქვს ბავშვს უფლება, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთია რომ არასამთავრობო სექტორი მუდმივად საუბრობს გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ თვლით თუ არა, რომ თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნიდან პოლიტიკოსების მხრიდან უნდა გაკეთდეს განცხადებები, თუნდაც უნდა იყოს სახელმწიფო რესურსი ამისთვის გამოყენებული, საინფორმაციო შეხვედრები, საინფორმაციო კლიპები და ასე შემდეგ. გამოსავალი რა არის ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ ამ ადამიანების მსოფლმხედველობა ბუნებრივია, ძნელი შესაძლებელია, როდესაც 50 წელია ერთი და იგივე მორალის მიხედვით ცხოვრობს. აბსოლუტურად გეთანხმებით. პირველი ის, რომ კომპლექსურად უნდა მუშაობდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ერთი უწყება ან ორი, არამედ პრაქტიკულად ყველა, ვინც მეტნაკლებ შემხებლობაშია ბავშვთა უფლებებთან, უნდა მუშაობდეს ამ თემაზე, რასაც ჩვენ ახლა ვერ ხედავთ, პერიოდულად ხედავთ სხვადასხვა გამონაკლის შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ნაწარმოებ რაღაც კონკრეტულ პოლიტიკას, განათლების სამინისტროს რაღაც სეგმენტურ მუშაობას, რაც არ ყოფნის, ანუ ეს წრედი ვერ იკვრება, რომელიც რეალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული. პარალელურად ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად სწავლების პროცესში, როდესაც ბავშვს პირველი შეხება სადა აქვს, ხო, საიდან იღებს ერთად ინფორმაციას, სკოლების დონეზე ამ თემის აქტუალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბავშვი უნდა იყოს პირველ რიგში ინფორმირებული, რა ტიპის დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ და სხვა საკითხებს მასთან მიმართებაში. როდესაც ბავშვს აქვს სრული ინფორმაცია, ბავშვი გრძნობს ხარდაჭერილად თავს, ის დამერწმუნეთ, რომ სრულად სწორი გადაწყვეტილებას იღებს. მაგრამ როდესაც ბავშვს არ აქვს ეს ინფორმაცია და აქეთ მისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები ეუბნებიან, რომ არ არის სუდი გადაწყვეტილება, მაგალითად შობელი ეტყვის, ცხადია უჯერებს მას და რეალურად მისი ნება ჩანაცვლებულია ასეთ შემთხვევაში. ამიტომ გარდა იმისა, რომ ყველა კონკრეტულ ფაქტზე აქტიურად უნდა იმუშაოს, გამოძიებამ პარალელურ რეჟიმში, უწყვეტ რეჟიმში უნდა მუშაობდეს საგანმანათლებლო მიმართულებით. რეკლამა და რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვავრცობთ თემას. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ანა აბაშიძე, საუბრობთ იზოლებით ქორწინებაზე. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას.
იძულებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუბრობთ იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე. ანა, ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულწილად გადაცემის პირველ ნაწილში, რომ სახელმწიფოს მიდგომაც თქვენ რეკლამამდე რამდენიმე წამით ადრე საუბრობთ, რომ სახელმწიფოს მიდგომაც უნდა შეიცვალოს და არ უნდა იყოს გარკვეული სტრუქტურების ცალკეული რაღაც ინიციატივები, იქნება ეს პიარი თუ იქნება ეს რეალური ცვლილებისთვის დაგეგმილი რაიმე ღონისძიება. თუ გაქვთ თქვენ საუბარი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან და სახელმწიფოს მზადყოფნა რამდენად არის, რომ მოხდეს არა კონტექსტიდან დავუშვათ ამოგლეჭილად რაღაც გარკვეული რეფორმების გატარება, არამედ სისტემური მიდგომა, რომ ყველა უწყება იყოს ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს, როდესაც ხდება ბავშვის უფლებების დარღვევა ამ შემთხვევაში. თუმცა ევროკავშირი გვავალდებულებს გარკვეული საკითხების ცვლილებებს. კი ბატონო, ჩვენ პირველ რიგში ყოველს გვაქვს ხოლმე ცდილობა, რომ ითანამშრომლოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ინტერესია, რომ სახელმწიფო ძალიან კარგად მუშაობდეს, აი ძალიან კარგად და ამაში არაფერს არ ვზოგავთ, მაგრამ ჩვენ გვესმის ჩვენი შესაძლებლობების ლიმიტის და გვესმის, როდის იწყება სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალაუფლება აი ამ ვითარებაზე და ამ შემთხვევაში ვერც ვერავინ ჩაერევა. თუ სახელმწიფო არ იქნება ეფექტური, ჩვენ ვერაფერს შევსვლით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ვეხმარებით თუ არ ვეხმარებით, მთავარი აქტორი მაინც არის სახელმწიფო უწყებები. მათი მოქმედება, როგორც თავშივე დასაწყისში ვთქვი, არ არის ისეთი, როგორიც იყო 4 წლის წინ. ნამდვილად არ არის ისეთი, ანუ პოზიტიურად გარკვეული პრობლემაზე შეთანხმება მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე გვიმტკიცებდნენ, რომ ეს საერთოდ არ არის პრობლემაო. ეხლა შევთანხმდით პრობლემაზე, უბრალოდ გვიდგას ეხლა კონკრეტული გამოწვევა, როგორ ვიმუშაოთ და მთავარი მორალური გამოწვევა. ადამიანებს ძალიან უჭირთ კანონისმიერი ვალდებულებები განცალკეონ ადამიანური გულის ამაჩუყებელი ისტორიებისგან. აი ეს არის და ეს რეალურად ერთ სიტყვაში ნიშნავს პროფესიონალიზმს. რა თქმა უნდა, არ არის ხოლმე კომფორტული მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ზღუდავს. მაშინ, როდესაც აქ ოჯახის შექმნის რაღაც მოტივებზეა საუბარი, მესმის მე ეს რაღაც დისკომფორტი, მაგრამ პროფესიონალი თუ ხარ ადამიანი, უნდა გადააბიჯო აი ასეთ დისკომფორტს და გააკეთო ის, რასაც კანონი გთხოვს. სხვა შემთხვევაში შენ უნდა ის უწყება უბრალოდ დატოვო და არ იმუშაო. აი ესეთი გამოწვევა ამ უწყებების წინაშე. მაშინ აი ეს უწყებები ვინ არიან? პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა და შემდგომში უკვე სხვა უწყებები. მაგრამ პროკურატურა განსაკუთრებით, იმიტომ რომ პროკურორზე არის დამოკიდებული, რა სასჯელს მოითხოვს. ეხლა როდესაც მაგალითად გატაცების ფაქტზეა ლაპარაკი, რა არის გატაცება? მოდით წარმოიდგინეთ საკუთარ თავზე უბრალოდ. თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ვიღაცამ დაგიგეგმათ სექსუალური ცხოვრებაც. დაგიგეგმათ ოჯახური ცხოვრებაც. თქვენი მომავალი დაგეგმათ თქვენს გარეშე. და ხშირ შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად სხვა რამ გინდოდათ. ეს არის წარმოუდგენელი ძალადობა ადამიანზე და ამ შემთხვევაში ქალებზე საქართველოში და ამის საპირწონედ ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თურმე იმ მამაკაც ხაზგასმით ვამბობ. იმ მამაკაც ქონია ქორწინების მიზანი. ესე იგი ჩემი ნება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანია. და თან მეუბნებიან, რომ იმას აქვს სურვილი ამისა და შენ იძულებული ხარ დაეთანხმო. ეს არის კლასიკური ძალადობა ქალზე, რომელიც მერე ვითარდება და არ შემეშინდება პირდაპირ თქვა, რომ ფემიციდის და ოჯახში ძალადობის შემთხვევები პირდაპირ კავშირშია აი ასეთ ფაქტებთან. როდესაც ადამიანის ნება ჩანაცვლებულია მოძალადის ნებით, სახელმწიფო ეთანხმება მოძალადეს და რატო დავიწყე ეს აი ასეთ ვითარებაში, რომ ვიღაცამ აღმოგაჩინოთ და თქვენი ერთადერთი იმედი ამ შემთხვევაში ხო სახელმწიფოა, ლეგიტიმურად შევყურებთ და ვეუბნებით, რომ დამეხმარე. მით უმეტეს თუ ბავშვი ხარ. და სახელმწიფო მოდის და აი ასეთ თქვენს მოძალადეს, თქვენი უბედურების ავტორს ეუბნება, რომ ეხლა მე თქვენ საპროცესო გარიგებას გაგიფორმებთ, 1000 ლარს გადაგახდევინებთ, ან ხანდახან საერთოდ არაფერსაც არ გადაგახდევინებთ. ამ შემთხვევაში საპროცესო გარიგება ნიშნავს მხოლოდ დასამართლობას და მეც არაფერს, ეს ხო არავის არ აინტერესებს ამ წუთას და თქვენ პრაქტიკულად აგზელებთ იგივე განგრძობად ძალადობას არასრულწლოვანზე.
ეს აი უბრალოდ ისეთი დამთრგუნველია უბრალოდ წარმოიდგინოს. ადამიანები არ წარმოიდგენენ, ვერ შედიან იმ ბავშვების მდგომარეობაში და მე ზედაპირულად ძალიან მარტივია ლაპარაკი, შენ როცა არ გეხება ეს პრობლემა. მაგრამ უნდა წარმოვიდგინოთ ერთი წუთით მაინც რა გზას გადის, არასრულწლოვანი, ან ნებისმიერი სრულწლოვანი ქალი არ აქვს მნიშვნელობა. მიხვდებით მე რომ ჩვენ ვართ მონსტრების მხარეს რეალურად და ეს არა ადამიანურია მინიმალური შეფასება რო გავაკეთო. ანუ ასევე იყო რამდენიმე თვის წინ ქონდა ამ სტუდიაში საუბარი წლის შესაძლოა მეშლება ზუსტად თარიღი, როდესაც გახმაურდა ფაქტი, რომ ხდებოდა გარკვეულ სოფლებში რაღაც უძრავი ქონების სანაცვლოდ ქორწინების გარიგებების დადება ოჯახებს შორის, რომ ამა თუ იმ ოჯახს აქვს იხდის რაღაც კონკრეტულ გადასახადს. ეს რამდენად აქტუალურია, ეს იყო მითი მაშინვე მედიას და არასამთავრობო სექტორს ხშირ შემთხვევაში გვადანაშაულებენ ხოლმე, რომ ჩვენ რაღაც თემით სპეკულირებას ვახდენთ. ხდება ესეთები ამ ქვეყანაში. ეს იყო რეალობა. ეს მითი არ არის, არც ყოფილა, ეს იყო რეალური ფაქტები და ამას თავად თემი ადასტურებს. ახლა ამას ვერავინ ვერ დაგადანაშაულებთ, ეს იყო სრულიად სწორი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფომ დაწერა, რა თქმა უნდა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით. თუმცა ამას არავინ არ აპრობლემებს, ანუ არ უსვავს შეკითხვას ამ თემაზე. მე მახსოვს 10 ძროხაზე გაცვლილი არასრულწლოვნის საქმეს იხსენებთ ახლა თქვენ. გუშინ იყო სწორედ ესეთი ეთერი მაესტროზე, სადაც აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალი ჩაერთო და მან თქვა, რომ ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენ, როდესაც ქალი თხოვდება, რაღაც თანხას უხდით თუ პირიქით მამაკაცი უხდის ხალის ოჯახს თანხას, შეიძლება ახლა თანხა გამოხატული იყოს ნატურში, ანუ ძროხაში, მაგალითად, ან ქათამში, ან რა ვიცი, ასეთ სხვა ნივთებში მაგალითად და ის ამბობდა, რომ ეს არის ტრადიცია და ამაში პრობლემა არ არის. ეხლა მე თუ მკითხავთ ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ქალის განივთება, ეს არის მიმოცვლაში, სამოქალაქო ბრუნვაში ქალის როგორც ნივთის ჩაშვება. ეხლა დაახლოებით ესეთი რაღაცაა, რომ მაგალითისთვის აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში სასწაული ტრადიციები არის ხოლმე, როდესაც მაგალითად ქალი პირადად ევაჭრება საკუთარი სხეულით რაღაც კონკრეტული ნივთის შესასყიდად. ეხლა ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ისეთი ტიპის მომავალი გვინდა გქონდეს, რომ ადამიანები ძროხებზე იცვლებოდნენ, თუნდაც ფულზე იცვლებოდნენ, თუ ჩვენ გვინდა თანასწორობაზე, პატივისცემაზე, ურთიერთ ვალდებულებების გაცვლაზე ორიენტირებული ურთიერთობების აგება ამ ქვეყანაში. მე მგონი რომ ეს მეორე გვინდა და ეს ჩვენი ოფიციალურად გაცხადებული გზაა. ამ მიმართულებით როგორია სახელმწიფო პოლიტიკას ადამიანთ ვაჭრობაა ჩვეულებრივად. ეცით რა, ამ შემთხვევაში თუ გვიმტკიცებენ რომ აქ სრულწლოვანი ქალია მონაწილე და ის თანხდება, ადამიანთ ვაჭრობას პირდაპირ გაგებით, სისხლის სამართლის გაგებით ვერ დავარქმევდით. შეიძლება ითქვას რომ ეს ჩვენი ნებაა და შევთანხმდით ასე, მაგრამ ეხა ამ წუთას მე ვლაპარაკობ ეთიკურობაზე და ზოგადად 21 საუკუნეში ძროხაზე გაცვლილი ძროხით მოპოვებული ბედნიერები. ხო, ანუ კი მართლა არ დავცინი გულწრფელად ვამბობ, რომ მე გული შემტკივა რომ ადამიანებს გონიათ რომ ესეთი ტრადიცია რაიმე ტიპის ღირებულების მქონეა. არ აქვს მნიშვნელობა, ძროხა იქნება თხა თუ იქნება რომელი მაღალ ავტომობილი, უბრალოდ ბედნიერებას ყიდულობ ამ შემთხვევაში მატერიალური. კი ბატონო, უბრალოდ ჩვენ ამ ნაწილსაც კრიტიკულად უნდა შევხედოთ და უნდა ვთქვათ რომ ამგვარი ტრადიციები თუ ეს ტრადიცია, იმიტომ რომ მე ხა ეთნიკური აზერბაიჯანელებისგან მომისმენი აბსოლუტურად განსხვავებული, რომ ეს არ არის ჩვენი ტრადიცია და ეს არ არის ზოგადად თუნდაც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან რელიგიური მოტივებით ნაწარმოები არ არის ეს და ამბობენ რომ ეს არის სტერეოტიპი, რომელსაც გვირცელებენ. თუმცა განსხვავებული მოსაზრებებიც არის იგივე თემში. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. გამორიცხულია რაიმე ტიპის ურთიერთობა იყოს ძალადობაზე დამყარებული და ორიენტირებული და მეორე ცხადია სახელმწიფო უნდა მუშაობდეს არა ძალადობრივ, მაგრამ მიუღებელ კულტურალურ თუ ტრადიციულ ღირებულებებზე ბჭყალებში. ეს ეთნიკურად ქართველებს აქვს უამრავი, რომელიც უნდა შევცვალოთ, ისევე როგორც უამრავი კარგი ტრადიცია გვაქვს და ეთნიკურ აზერბაიჯანში ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეთნიკურად რომელს ჯგუფს განეკუთვნებით. კონკრეტული ტრადიციები რა თქმა უნდა, ასეთი ტრადიციები აწარმოებს ბიზნესს აძლევს იმას, რომ პატარა გოგონებით ხდებოდეს ამ დროს ამგვარი ტრადიციის, ამ ტრადიციის გამართლება პატარა გოგონების იძულებით ქორწინებაზე. ანუ ეს მიუღებელია და სახელმწიფოს კონკრეტული ვალდებულება აქვს შეაფასოს, არის თუ არა ადამიანის უფლებებთან თანხმედრაში ასეთი ტიპის ტრადიციები და თუ არ არის
მაშინ იმუშაოს რომ შეიცვალოს. თუ გქონიათ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ხართ მე გადაცემის დასაწყისში თქვი თქვენ და თქვენი კოლეგები წარმოდგენილი თუნდაც სოციალურ მედიაშიც კი არ გამოგეპარებათ არაფერი რომ არ მიმართოთ შესაბამის უწყებას ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით აღარაფერს ვამბობ უკვე ადგილზე ჩასვლასთან დაკავშირებით თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა როდესაც მშობელს მიუღია გადაწყვეტილება ბავშვის სასიკეთოდ და რა ბედი ეწია შემდეგ ამ ოჯახს რა თქმა უნდა ყოფილა, რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანთა დიდი ჯგუფი, მშობლებს გულისხმობ, ნათესავებს, მეგობრებს, რომლებიც მხოლოდ ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესთან ამოდიან და ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესი არ არის 12 და 14 წლის ასაკში ქორწინება. არ არის, ეს არის დადგენილი, ამაზე არ კამათობს სოფლიო. ხელმძღვანელობენ საბედნიეროდ ესეთი ხალხი არიან, ჩვენ მათ როდესაც ასეთი გადაწყვეტილების წინაშე არიან, როდესაც მათზე არის წნეხი პირობითად რომ პირიქით ბავშვი ასვლევინონ გადაწყვეტილება მისთვის საზიანოთ, ჩვენ მათ უნდა დაუდგეთ ხარში. ყოველთვის ვაკეთებთ ამას, როდესაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. არ უნდა წარმოვიდგინოთ იმგვარად, რომ აბსოლუტურად ყველა მშობელი, ყველა დედა, მამა ორიენტირებულია იმაზე, როგორ არაპირდაპირ თუ პირდაპირ იძალადოს თავის შვილს. ეს არ იქნებოდა სწორი შეფასება, არამედ თქვათ, რომ არსებობს დიდი ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც ნაკლებად პრობლემურად ხედავს ამ საკითხს. ჩვენ სწორედ ამ ადამიანებზე უნდა ვიმუშაოთ და ავუხსნათ, რომ ობიექტურად მათი მთავარი მიზანი ყოველთვის არის, რომ თავიანთი შვილები იყვნენ ბედნიერები. ამაზე ვთანხმდებით. ჩვენ უნდა უბრალოდ ავუხსნათ, რომ ბედნიერების მიღწევა ამ გზით არ არის სწორი. რა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან ეს ოჯახები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საზოგადოებასაც ავუხსნათ. ხშირად გვესმის მათი მხრიდანაც კრიტიკა და ყვებიან, რომ როგორ შეიძლება დედამ დატოვოს შვილი, ალბათ ჩემთვისაც წარმოუდგენელია ისევე როგორც ახლა გვისმენს ადამიანი და ფიქრობს, რომ როგორ შეიძლება 13 წლის ბავშვი დედამ დატოვოს მეზობლის გამო. მაგრამ ამ ადამიანებს ალბათ უწევთ რაღაცის გადალახვა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში არ ყოფნით იმის ძალა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება. პირველ რიგში ეს არის სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მოტაცებული გოგონა, ქალი საზოგადოების მხრიდან არც თუ ისე საპატივცემულო, აი ყველაზე მსუბუქად რო თქვა, არც თუ ისე საპატივცემულო ადამიანად აღიქმება, თუ ის არ დარჩება იმ მოძალადესთან, რომელმაც მოიტაცა. ამის მსხვერპლები ვართ პრაქტიკულად ყველანი, რომლებიც ვემორჩილებით სრულიად არ ვიცი როგორ შევაფასო, აი თემური წყობილების დროს ჩამოყალიბებულ შეხედულებას რა არის სწორი და რა არის არასწორი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ასეთი შეფასებების. ადამიანი ბავშვი, რომელზეც იძალადეს თუნდაც სექსუალურად, თუნდაც არ ვიცი, ნებაზე მოახდინეს გავლენა და ის ითხოვს ამეხმარეთ, მინდა პირვანდელ მდგომარეობაში, ან მე მინდა ჩემი ცხოვრება დავიბრუნო, სადაც ვიყავი და იძულებით მომტაცეს ამ ჩემი ცხოვრების წესს, როგორ შეიძლება მას არ დაუდგეთ გვერდში იმის შიშით, ვინ რას იტყვის ამ ბავშვზე. ამის გააზრება გვჭირდება. მთავარი ხო ინდივიდის ბედნიერებაა და ამაზე ორიენტირებული საზოგადოება, ადამიანთა ჯგუფები აუცილებლად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვების დაცვას. მე მგონი, რომ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ასეთი ტიპის ტაბუ დადებული თემები აღარ არსებობს. მიდის ყველა თემაზე დისკუსია. საბედნიეროდ მგონია, არ ვიცი, შეიძლება ეხლა ჩემი სურვილია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ცვლილებები პოზიტიურისკენ ხდება. უბრალოდ არ უნდა გავჩერდეთ. აი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც აი დღესაც გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი საქმე არ არის, ბავშვზე იძალადებენ თუ არა, აი მოქალაქეებს გულისხმობ, მაგრამ საბედნიეროდ სახელმწიფო აი იმ მოქალაქეებს ხარს არ უჭერს, რაც არის სრულიად სწორი. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ძალიან პროგრესული მოხელეები, რომლებიც არიან სხვადასხვა უწყებებში, თითოეულა, მაგრამ ნამდვილად არიან, თუ არ გავჩერდებით, ეს პერსპექტივა შეიცვლება ძალიან მალე. სრულად პრაგმატულად რო შევხედოთ, თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, თუ გვინდა ევროინტეგრაცია ან ნებისმიერი ევროპული მიმართულებით განვითარება ჩვენი ქვეყნის, დამერწმუნეთ, რომ გოგონათა ქორწინების ამ მონაცემით ჩვენ ამას ვერ მივახცევთ. ამიტომ პირადი ძალიან პრაგმატული ინტერესი მაინც უნდა გქონდეს ადამიანს.
თუ შევადარებთ წინა წელს მაგალითად. სტატისტიკასთან მიმართებაში პრობლემა გვაქვს ის, რომ სახელმწიფო თავად ძალიან ზუსტ და საქართველოს დონეზე არსებულ სტატისტიკას არ აწარმოებს. შესაბამისად, სურათი როგორია გვიჭირს დავინახოთ, ამიტომ ხდება ხოლმე სახელმწიფო დამცველის მცდელობები, სხვადასხვა მედია საშუალებები, რომელთა როლი არის განუსაზღვრელად მნიშვნელოვანი, იმ სტატისტიკის შეგროვება, რომელიც ვერ იქნება სრულად ზუსტი. მაგრამ არსებობს ეს სტატისტიკა, იმიტომ რომ ფორმალური სტატისტიკა არ არსებობს. ეს სახელმწიფოს პრობლემაა ცალკე, რომ არ არსებობს. თუმცა ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ნიშნობა ჩაიშალა. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ქორწინება ჩაიშალა, დაგეგმილი. იმის გამო რომ აქტიურობენ ადამიანები. ეს კარგია, ძალიან კარგია. და უბრალოდ არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ. თქვენ უნდა გააშუქოთ, რის გამოც ჩვენ არ ვიცი, ყველა დღე ამის გამო ძალიან მადლობლები ვართ, იმიტომ რომ სრულად პარტნიორები ხართ ამ შემთხვევაში ჩვენი ტიპის ორგანიზაციებისთვის, ჩვენს ვაგრძელებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არის სახელმწიფოს გულისხმიერი მუშაობა. გულისხმიერი მუშაობის შედეგად ძალიან სწრაფად გამოწვევა არის ასეთი, შეგვიძლია ნელა მივაღწიოთ შედეგს, ან შეგვიძლია სწრაფად მივაწიხციოთ შედეგს. უკან ვერაფრით ვერ დავბრუნდებით, გამორიცხულია. და თუ სახელმწიფო იმუშავებს ისე, როგორც მას ევალება, მაშინ ჩვენ სწრაფად მივაღწევთ შედეგს და სწრაფი მიღწევა ნიშნავს ასობით და ათასობით გოგონების გადარჩენას, მათი ბედნიერების უზრუნველყოფას. და ამაზე უარი არ შეიძლება რა ვთქვა, უბრალოდ უფლება არ გვაქვს, რომ ვიმუშაოთ ნელა. ეგეთ ფორმულაა ჩემი გადმოსახედიდან. ძალიან დიდი მადლობა ანა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ მედიის მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში ჩვენი კარი მუდმივად ღიაა, იმისთვის ჩვენი სტუდიის კარი, რომ მობრძანდეთ და ვისაუბროთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. პრობლემა მართლაც აქტუალობას არ კარგავს, მიუხედავად თქვენი ძალისხმევისა და იმედია, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც გატარდება შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ არასრულწლოვანი იქნება თუ სრულწლოვანი არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, არ მოხდეს მათი იწროგება ქორწინება, გატაცების ფაქტი, გასხვისება სხვადასხვა ნივთებთან დაკავშირებით, გაცვლა და ასე შემდეგ. მე წარმატებებს გისურვებთ, ჩვენელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე იყო. დავბრუნდებით მომავალ შაბათს უკვე სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის